კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში ავტომობილი ელექტროსკუტერზე მსხდარ არასრულწლოვნებს შეეჯახა. ეს პირველი შემთხვევა არ არის რეგიონში. გახშირდა ელექტროსკუტერით ავტოსაგზაო შემთხვევები. თემაზე ვრცლად ვისაუბრებთ ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის დირექტორ ირაკლი იზორიასთან. ბატონო ირაკლი, გამარჯობა, დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. როგორც აღვნიშნე, გახშირდა შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვნები იღუპებიან და საინტერესოა რეგულირდება თუ არა ეს საკითხი საქართველოში კანონმდებლობით და აქვს თუ არა უფლება არასრულწლოვანს რომ მართოს ელექტროსკუტერი. მოგეხსენებათ, საქართველოს კანონმდებლობით ვიცით რომ გარკვეული წლების უკან მიღებული იქნა გადაწყვეტილება ქვეყნის მიერ რომ სკუტერები ზოგადად დაექვემდებაროს სატრანსპორტო საშუალებას. თავიდან არ ხდებოდა ამ სკუტერების, ანუ როგორც ელექტრო, ასევე ჩვეულებრივი სკუტერების, ანუ მოპედების რეგისტრაცია. შესაბამისად რეგისტრაციას დაექვემდებარა და უკვე 16 წლიდან შეეძლოთ მათ გადაადგილება, ასევე დაემატა თეორიული გამოსვლის ჩაბარების უფლება, ანუ ადამიანი რომელმაც უნდა მართოს მოპედი, აუცილებლად უნდა ჩააბაროს თეორიული გამოცდა. შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების კატეგორიაში ითვლება ეს მოპედები, თუმცა ხედავთ იმას, რომ რეგიონებში ძირითადად ვერ ხდება აღსრულება და არის ადგილები, სადაც საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ვერ ხედავს ასეთ ადამიანებს და ხშირად ხდება კანონდარღვევით გადაადგილება, როდესაც საგზაო შემთხვევები გვაქვს სახეზე. აქედან გამომდინარე, ფიქრობ, რომ მაქსიმალურად უნდა მოხდეს აღსრულების გაუმჯობესება, უნდა მოხდეს გადამოწმება ასაკის, თუ რა ასაკის ადამიანები ჯდებიან, ასევე მნიშვნელოვანია საგზაო უსაფრთხოების დაცვა გამომდინარე იქიდან, რომ ხშირ შემთხვევაში ხდება მოპედების მიერ დარღვევა, ისინი სატრანსპორტო საშუალების სავალ ზოლზე უნდა მოძრაობდნენ, თუმცა ვხედავთ, რომ ზოგჯერ ტროტუარებზეც მოძრაობენ, ველობილიკებზეც მოძრაობენ და ესე რომ ვთქვათ, მობილობის განვითარებას უშლიან ხელს. აქედან გამომდინარე, გახშირებული საგზაო შემთხვევები არის ზუსტად იმის მაჩვენებელი, რომ ყურადსაღებია ეს პრობლემა და აუცილებლად არის აღსრულების მექანიზმები უფრო გასაუმჯობესებელი. აქვე მინდა დავამატო ის, რომ ბოლო პერიოდში გახშირებული მოპედებით საგზაო შემთხვევების რიცხვი ეს არის საკმაოდ მძიმე, გამომდინარე იქიდან, რომ როცა ფეხით მოსიარულე გადაადგილდება ტროტუარზე და ხდება შეჯახება, თვითონ ადამიანის შეჯახების ფაქტის დროს ადამიანის გარდაცვალება და დაზიანება უფრო მეტია ვიდრე სკუტერის ზღოლის. გამომდინარე იქიდან, რომ სკუტერი მაინც დაცულია ზედ, ანუ ჩვეულებრივად ადამიანი და ბოლოს თუ არ ვწდები, რამდენიმე კვირის განმავლობაში დაახლოებით 4 ესეთი მძიმე ფაქტი იყო, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. აქედან გამომდინარე, მინდა ყველას მოუწოდო, რომ ფრთხილად იყვნენ, დავიცვათ საგზაო მოძრაობის წესები და ასევე აღსრულების მექანიზმები გაიზარდოს ამ ადამიანების მიმართ და მაქსიმალურად იყოს გაკონტროლებული სკუტერის ზღოლები. რა ასაკიდან შეიძლება სკუტერი მართოს არასრულწლოვანმა და რას ურჩევთ მშობლებს? ზოგადად სკუტერის გარკვეული სახეობები არსებობს. ერთი არის სკუტერი, რომელიც 25 კილომეტრიდან 45 კმ/სთ-მდე გადაადგილდება და მას მოპედებს უწოდებს, ასევე ეს მოპედები არის ელექტრო, თუმცა ამასთანავე არის თვითგორიალები, ანუ ორბორბალზე, რომელიც საკმაოდ სწრაფად გადაადგილდებიან და ბოლო პერიოდში შეიქმნა ძალიან დიდი პრობლემა ტროტუარებზე, იგივე სკვერებში და პარკებში, სადაც ესეთი თვითგორიალები, რომლებიც სწრაფი სიჩქარით გადაადგილდებიან, საგზაო შემთხვევებსაც იწვევენ, რადგან მათი დამორჩილება ძალიან რთულია გადაადგილების დროს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ აქაც გარკვეული რეგულაციები იქნება საჭირო. ევროკავშირის ძალიან ბევრმა ქვეყანამ უკვე დაიწყო აკრძალვა ორთვლიანი სკუტერების, ელექტროსკუტერების გადაადგილების არეალების შესახებ, ანუ ის ადგილები, სადაც ხშირია ბავშვების გადაადგილება და საზოგადოების თავშეყრის ადგილებია, აქ უნდა მოხდეს ეგრეთ წოდებული ლოკაციური შეზღუდვები. მაგალითად, პარკის და მსგავს ტერიტორიებზე ავტომატურად GPS-ი ბლოკავს მაღალ სიჩქარეს და ვერ ხდება გადაადგილება. ასეთი სისტემების დანერგვა უნდა მოხდეს ასევე ჩვენს ქვეყანაშიც, ვინაიდან ვითარდება ეს მობილობის ტრანსპორტი, როგორც არის ორბორბლიანი ელექტროსკუტერები და შესაბამისად უნდა მოხდეს მისი გაკონტროლებაც. ასაკი ახლა 14 წლიდან შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ისარგებლოს, თუმცა აუცილებელი არის აქაც როგორც ჩვეულებრივ მოპედზე, ისე ჩაფხურის გამოყენება და სხვადასხვა დამცავი საშუალებების გამოყენება, რაც არ არის სავალდებულო ჩვენი კანონმდებლობით და ზუსტად ეს გვაძლევს იმას, რომ საგზაო შემთხვევების დროს ხშირად ხდება დაზიანება, როცა ადამიანი გადმოვარდება, ხშირ შემთხვევაში თავის ქალის დაზიანება ხდება ხოლმე და აქედან გამომდინარე, გარკვეული რეგულაციები, გარკვეული ჩარჩო, გადაწყვეტილებები აუცილებლად იქნება მისაღების სამომავლოდ. სავალდებულო არის, რომ თეორიული გამოცდა არასრულწლოვანსაც ჰქონდეს ჩაბარებული, თუ იგი მართავს სკუტერს. სკუტერები და ეგრეთ წოდებული მოპედები, რომელიც 25 კმ/სთ-დან ანვითარებენ 45 კმ/სთ-მდე, მათ აუცილებლად მოითხოვა თეორიული გამოცდის ჩაბარება. ხოლო ასევე სკუტერები, რომლის ძრავის მოცულობა 20 კილოვატს აღემატება, ამათაც მოითხოვება, თუმცა არის უფრო დაბალძრავიანი, დაბალ სიჩქარით მოძრავიან, რასაც არ მოითხოვება და ასევე ის წეღანას ვახსენე ელექტროსკუტერები, ეგრეთ წოდებული ორთვლიანი თვითგორიალა, მასაც არ მოითხოვება, თუმცა ასაკი აქაც 14 წლიდან იწყება, არ შეიძლება
ჩვენ ხედავთ, რომ ხშირ შემთხვევაში გზებზე ბავშვები გადაადგილდებიან 12-10 წლის ბავშვები, რაც ყოველად დაუშვებელია, რადგან საგზაო მოძრაობის მონაწილეები არიან ავტომობილების, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ფეხით მოსიარულე, სხვადასხვა გზის მონაწილეები არსებობენ. აქედან გამომდინარე, მათი დაშვება გზაზე არ უნდა იყოს და მხოლოდ უნდა შეეძლოთ ჩაკეტილი სკვერისა და პარკების ტერიტორიაზე გადაადგილება. ხშირ შემთხვევაში ესეთი ფაქტები ყურადღების მიღმა რჩება, რადგან თუ მძიმე შედეგი არ მოყვება და ამ შეჯახებას შესაბამისად აგზელებენ ეს გზის მონაწილეები თავიანთ გზას და ხშირ შემთხვევაში ამას ვერ ხედავს პატრული. აქედან გამომდინარე, ჩვენ რეალური სტატისტიკაც არ ვიცით, ყოველწლიურად რამდენი თვითგორიალით ხდება საგზაო შემთხვევა, სკუტერების შემთხვევაც, რასაც მოპედებს გულისხმობთ, აქაც არ ვიცით, მხოლოდ და მხოლოდ ვიცით რამდენიმე მოტოციკლეტის შემთხვევა, სადაც მძიმე შედეგი დადგა და ეს ჩანაწერი გაკეთა სტატისტიკაზე. თუმცა ამ მიმართულებითაც ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება მუშაობა, რადგან ევროპის კავშირის ქვეყნებში, სადაც უკვე თვით მობილობა, ანუ ინდივიდუალური მობილობა განვითარდა და ეს ნიშნავს, რომ თვითგორიალები ძალიან ბევრ ადამიანს ყავს ევროპის ქვეყნებში, აქაც უკვე ფიქრობენ გარკვეული რეგულაციების და შეზღუდვების შემოგებაზე და ალბათ მოვა ჩვენთანაც რომ დავიწყოთ ამაზე ფიქრი, რადგან დავიცვათ ეს ფეხით მოსიარულეები და ბავშვები ტროტუარებზე და გზებზე. მადლობა ინფორმაციის მოწოდებისთვის, წარმატებას გისურვებ.